არ შეიძლება რომ არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებული იმითი თუ რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში. ეს გატაცება მუქარა თუ რაც მოხდა, იმიტომ რომ ადამიანმა რაღაც მოსაზრება შეიძლება არაკორექტული გამოთქვა 8 წლის წინ და დღეს ისჯება, იმიტომ რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის განაჩენი ამ რეჟიმისთვის. ეს რეჟიმი გვაჩვენებს ყოველდღიურად თუ როგორი შეშინებული არის თვითონ, როგორ უკვე აღარ მყარად დგას და აღარ იცის რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუგზავნოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არა მხოლოდ სიტყვების გამოყენება, თუნდაც Facebook პოსტებზე რაღაცების დაწერა, ანუ ეს არის სრული ცდელობა, სრული კონტროლის, უკვე გადავედით, მე მგონი ჩრდილო კორეის დონეზე, სადაც არ ვიცი იქაც ამ დონის კონტროლი თუ არის და მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანი არის, არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა შემართება და რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, რაც არ უნდა დიქტატურული რეჟიმი იყოს, მაგრამ თუ აქვს ოდნავ მაინც მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, ასე არ იქცევა და არ ჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ამიტომ ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება, მაგრამ ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი.